ჩაიკა იწარმოებოდა ქალაქ გორსკში, კონკრეტულად კი გაზის საწარმოში. გაზი არის გორკოვსკი ავტომობილნის ზავოდ. იქ აწყოს ერთი პატარა ხაზი ჩაიკას საწარმოებლად და ასე აწყობდნენ ამ მანქანებს წელიწადში სულ 150 წელს. იმიტომ რომ ჩაიკა იწყობოდა ხელით. რა თქმა უნდა, ის ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის იყო. ჩაიკა ძალიან დიდი ხნის მანძილზე იწარმოებოდა. 1959-დან 1991 წლამდე. და ის შეუფასებელი იყო. როგორც უკვე გითხარით, ჩაიკას არ ჰქონდა ფასი. ანუ ეს ნიშნავს, რომ რამდენი ფულიც არ უნდა ქონოდა, ჩაიკას ვერ იყიდდი. ვერც მეორად ბაზარზე. გამყიდველსაც დაიჭერდნენ და მყიდველსაც. თუ ჩაიკა გინდოდა რომ ყოლოდა, ის შეთვის მთავრობას უნდა მოეცა. ნახეთ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. ჯერ ხო აეწყობოდა გაზში, რა თქმა უნდა ხელით. მერე გაუშვებდნენ გონში. გარაჟ ასობავა ნაზნაჩენია. განსაკუთრებული დანიშნულების ფარეხი, ქართულად რომ ვთქვათ რა. და შემდეგ იქიდან ნაწილდებოდა უკვე სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებზე. ალბათ ლოგიკური კითხვა გაგიჩნდებათ, ვინ ანაწილებდა გაზ 13-ს. თავიდან ანაწილებდა მინისტრთა საბჭო, ხოლო მოგვიანებით კგბ-ს მეცხრე სამმართველო. ხო მართლა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩაიკა იწარმოებოდა, სულ 3179 ავტომობილი გამოუშვეს. 30 წლის მანძილზე. საბჭოთა კავშირის საწარმოო ძალა მთელი მისი დიდებულებით.